დღეს არის წარდგინება გურამ პეტრიაშვილის ლიტერატურული ზღაპრების კრებულისა პატარა ქალაქის სასწაულში. ჩვენი საზოგადოების ბიოგრაფიაში ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ავტორი არ ესწრება წიგნის წარდგინებას. პირველი იყო წლების წინათ, როდესაც განვიხილეთ კოკო გამსახურდიას მონოგრაფიული თხზულება. მაშინ იგი შვეიცარიაში იმყოფებოდა და უიმისოდ გაიმართა. და დღესაც ავტორის გარეშე უნდა იყოს ეს წარდგინება, რადგანაც ბატონი გურამიც ემიგრაციაშია ეს 20 წელიწადი. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში იმყოფება კიევში, იგი წამითაც არ მოწყვეტილა ჩვენს ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას და ვის გურამ პეტრიაშვილის პიროვნებას იცნობს, ეჭვიც არ შეეპარება, რომ ეს ასეც იქნებოდა. მისთვის წარმოუდგენელია არსებობა ქართული სამყაროს გარეშე. ეს არის მისი ფესვები და მისი დაუშოშმინებლობის სათავე. თავის დროზე მახსოვს ლევან ბრეგაძე დაეხმურა გურამ პეტრიაშვილს, რომ როცა გურამ დოჩანაშვილმა დახატა სამი ძმა კეჟერაძე, პერსონაჟები შენ და შენი ძმები ხართ ნამდვილად. თითქოს უცნაურები, კოლორიტულები, განსხვავებულები და აუცილებელნი ჩვენი ყოფისათვის. დაუშოშმინებელი ადამიანები, რომელთა გარეშეც მართლაც წარმოუდგენელი იყო ჩვენი საზოგადოებრივი ყოფა, ლიტერატურული, პოლიტიკური, სპორტული და საერთოდ ქართული. და მართლაც რაღაცით გვანან ბატონი რობერტი, ბატონი ზურაბი და ბატონი გურამი, გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟებს. რაღაცით. თავისებურებით, იმ უცნაურობით, ითაც ნაცრისფერი სივრციდან არიან ამოვარდნილები. გურამ პეტრიაშვილი მრავალმხრივი შემოქმედია, ევროპელები როგორც არიან ხოლმე, ევროპაში არავის არ უყვირს, გურამისგან უყვირდათ, რომ როგორ შეიძლება ერთი კაცი იყოს პოეტიც, პროზაიკოსიც, მსახიობიც, რეჟისორიც, ესეისტიც, პუბლიცისტიც, პოლიტიკოსიც. ევროპაში ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის ნიჭის მრავალმხრივობა და გურამ პეტრიაშვილმაც გამოავლინა ეს მრავალმხრივი ნიჭი. ჩვენთვის ეს იყო ადამიანი, რომელიც ვერ ცხოვრობდა ლიტერატურული დუღილის გარეშე და ხშირად თვითონვე ქმნიდა ამ დუღილს, თვითონვე იწვევდა ღელვარებას თავის გარშემო არა, სალიტერატურო პრობლემების გარშემო, ძალიან მწვავე პრობლემების გარშემო, რომელთაგანაც უმთავრესი იყო, რომ ოღონდ ქართულად ველაპარაკა. ქართული ენის სიწმინდისათვის მისი ბრძოლა არის სანიმუშო. და სხვათა შორის ასეთი ხუმრობა არის ახლა გავრცელებული უკრაინაში, როცა ორი უკრაინელი ერთმანეთს ხვდება და რუსულ სიტყვებს გამოურევენ, აქეთ-იქით იხედებიან, რომ არიქა გურამი არ მოდიოდეს. ეს ხუმრობაც არის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელიც ეს ის წვეთია, რომელიც ძალიან კარგად აირეკლავს გურამის პიროვნებასაც და საერთოდ ბევრ რაიმეს ჩვენ საზოგადოებრივ ყოფაში. მისი მრავალმხრივობა ვახსენე, მისი ლექსების გარეშე წარმოუდგენელია, მისი პოეზიის გარეშე თანამედროვე ქართული ლიტერატურა, მისი ესეების, პუბლიცისტური წერილების და რაც შეეხება მის ლიტერატურულ ზღაპრებს, აქაც მართლაც თვალსაჩინოა გურამ პეტრიაშვილის მიღწევები. ლიტერატურული ზღაპარი პოპულარულია ძალიან მთელ მსოფლიოში, არსებობს სწავლეს მოგეხსენებათ შესანიშნავი ნიმუშები და ქართული მწერლობაც არ ჩამორჩება მსოფლიო დონეს. ჩვენს გვაქვს არაერთი მასშტაბური ლიტერატურული ზღაპარი. ძალიან დიდი ტრადიცია არსებობს ჩვენში და დღეს რომ ხელი მოკიდო ლიტერატურული ზღაპარის შექმნას, ძალიან დიდი გაბედულება უნდა და ძალიან დიდი ნიჭიერება უნდა. სულხან საბამ შექმნა პირველი ლიტერატურული ზღაპარი. იქ მარტო იგავები არ არის თავმოყრილი სიგნეს სიცრუისაში, იქ ზღაპარიც არის რამდენიმე შეტანილი. შემდგომ ალექსანდრე ორბელიანი, შემდგომში აკაკი წერეთელი იყო გატაცებული, ვაჟა ფშაველა იყო, ნიკოლო ფქიფანიძე, კონსტანტინე გამსახურდია და ვინც მათ თხზულებებს წაიკითხავს, კიდევ ერთხელ წმუნდება, რომ მათთვის ლიტერატურული ზღაპარი იყო პოლიტიკური სატირა, პოლიტიკური პამფლეტი და აი ამ მიზნით საბჭოთა ეპოქაშიც ძალიან იყენებდნენ ზღაპარსაც, იგავსაც, ძალიან კარგი ფორმა, ნაცადი ფორმა. თვითონ ზვიად გამსახურდიას არაერთი ლიტერატურული ზღაპარი აქვს შექმნილი და გურამ პეტრიაშვილმა, როგორც გითხარით, მთელი ციკლი შექმნა ლიტერატურული ზღაპრებისა. ყველას აქცელებს ამ ჟანრში და აი ეს წიგნი, რომელიც დღეს ხელთ გვაქვს, პატარა ქალაქის სასწაულები, არის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრებული. და როცა ვლაპარაკობთ ქართულ მწერლობაზე, ერთი წუთითაც ავფიქრობთ, რომ ჩავიკეტოთ, მოვემწყდეთ ჩვენ სივრცეში, ჩვენთვის ქართული მწერლობა არის ნაწილი მსოფლიო ლიტერატურის, ევროპული ლიტერატურის და გურამ პეტრიაშვილის ეს წიგნი არის ევროპული ლიტერატურის ნაწილი. ჯერ ჩვენი წარმოდგენა. და თანდათანობით როცა მართლა მოვექცევით იმ სივრცეში და როცა ისინიც გვაღიარებენ, თუ ვინმეს დააფასებენ და არაერთი მწერალი გვყავს მართლაც ღირსეული, რომლებიც მართლაც უნდა იკითხებოდეს ევროპაში, ერთ-ერთი იქნება გურამ პეტრიაშვილის აი ეს კრებული და მისი სხვა ზღაპრებიც. დღეს წარდგინება გვაქვს, როგორც გითხარით, იგი მონაწილეა ჩვენი სამწერლო ცხოვრებისა, გზავნის ლექსებსაც ბეჭდავს, პუბლიცისტურ წერილებსაც ბეჭდავს. ერთი სიტყვით ჩვენ ვერ ვზნობთ, რომ გურამი არის გადახვეწილი, მაგრამ მაინც გულს გვაკლია, რომ ვერ ვხედავთ თვალნათლივ და ჩვენ გვერდით არ არის და ხშირად არ იწვევს თავისი საუბრითაც აი დუღიც, რომელიც ზემოთ ვახსენებთ. დღეს ერთი წიგნის წარდგინება და ეს დღე ჩავთვალოთ ჩვენი დღევანდელი თავყრილობა ერთ ნაწილად იმისა, რომ ყველას გავაგზავნებთ გურამ პეტრიაშვილის შემოქმედებაზე საუბარს. მოგვიწევს მის პოეტურ კრებულზეც საუბარი, რომელიც უნდა გამოიცეს და აუცილებლად უნდა გამოიცეს და მის პუბლიცისტურ წერილებზეც და მის ზღაპრებზეც უფრო ფართოდ და ვცლად. დღეს შემოვიფარგლოთ ზოგადი, არ ზოგადი, იმ შეფასებებით, რაც ზუსტად შეეფერება გურამ პეტრიაშვილის შემოქმედებას. იმიტომ რომ ნინო საძღობელაშვილი არის არამარტო შესანიშნავი მწერალი, არამედ შესანიშნავი კრიტიკოსი და ესეისტი და დარწმუნებული ვარ, რომ იგი შეაფასებს ამ წიგნს ისე, როგორც ეს წიგნი იმსახურებს. რაც შეეხება ნინოს ძიებებს კრიტიკის სფეროში, არ გაგიკვირდეთ თუ ეს მისი გამოსვლა იქნება მეტად ორიგინალური და განსხვავებული და განსხვავებულიც უნდა იყოს ტრაფარეტი მიუღებელია გურამ პეტრიაშვილისათვის ყოველგვარი შაბლონი, ყოველგვარი ტრაფარეტი და ამიტომ მასზე საუბარიც არ შეიძლება ტრაფარეტული იყოს. ხო, თავდადო. მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ წიგნის გილოცავს ყველას ამ არაჩვეულებრივ წიგნის, ზღაპრების წიგნის და რაღაც უცნაური რამე იყო მარიამმა ჩემებობა ჩვენ სხვათვის საყვარელ ცნობილ მარიამ ციკლაურმა როცა მომცა ეს ზღაპრები და კითხულობდი მათ და მე რაღაც ვიცოდი კიდეც რომ რაღაც უნდა მეთქვა, რაღაც უნდა დამეწერა და უცნაური რამე მოხდა ზღაპარს ეთყობა რაღაც ეს თავისი განსაკუთრებული რაღაც ჯადოსნური ღვთაებრივი ძალა აქვს ყველაფერი ამოატრიალა ჩემში ცხოვრობდა მარტო ზღაპარი და გულისხმობ იმას რომ ამ ზღაპარმა უცბად დამაახლოვა ყველაზე მივიწყებულს, ყველაზე თვალმიფარებულს ჩემთვის, ჩემს ბავშვობას და თავი ვერაფრით ვერ ვაიძულე რომ რამე ისეთი სერიოზული მეთქვა ან დამეწერა აქ ყველანი მიჩვეულები ვართ ხოლმე რაღაც აკადემიურ საღამოებს, ღრმად ლიტერატურულ საუბრებს და მე ბოდიშს ვითხოვ რომ ესეთი არაფერი არ გამომივიდა, მაგრამ თვითონ ზღაპრის ჟანრმა, ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ ყოფილიყო ის რაც დამეწერა უნებურად ჩემი მხრიდან ყველაზე მართალი რამე და დავუწერე წერილი ჩემს წარსულში ჩარჩენილ ჩემ ბავშვობას, ჩემ თავს. წარსულის ოთახში დარჩენილ პატარა გოგოს ჩემი სახელით და გვარით. წერილების წერა თითქმის გადავეჩვიე, მაგრამ როცა გამოუვალი სიტუაციაში შემექმნება ხოლმე, ანუ როცა სათქმელი სხვა ფორმას ვერ პოულობს, სიტყვები ყველა სხვა ჟანრისთვის ნიჟარებივით იკეტებიან და რჩები მარტო, სრულიად მარტო მათ დახშულ, ყიფე სადაფის კარიბჭეებთან. აი მაშინ სხვა გზა არაა. და იცი, სხვა გზა არც ახლა არ მაქვს, რადგან არაფრის წერა არ მინდა, მით უმეტეს სერიოზული დინჯი გამომეტყველებით აზრების მქვევა. ახლა არაფერი არ მინდა, რადგან ახლა ამ წუთას გული ალბათ ყველა პირამიდის სიმძიმეს ერთად იწონის და თან თითოეულ მათგანს ცრემლის სიმსუბუქი ახლავს. ხომ გესმის ჩემი, მე შემომენადრე. რით ვერ გამოგიტყვე მაგ ოთახიდან. ხვეწნამუდარით რომ შევღონდი, ისევ მეწავედი, გავიზარდე, 1000-გან ვიხეტიალე. ზე სულ თართივით ვათალე წვნიანი ხორცები და არ მოვიმშიე. ყველა ზამთარი გამოვიზოგე, იცი გადავრჩი. ისევ მე მივხედე ჩემს თავს თორემ აბა შენ პირჯვარი ვერ დაგწერე. ასე ძალიან რამ შეგაშინა. ყუიამ შეგაშინა, დარდმა შეგაშინა, ლანდმა შეგაშინა, ხალხმა შეგაშინა. ალბათ ისევ ქცივა და კანკალე. მუხლებთან ნავთქურა გიდგას, ზედ მზეს უმძირა იხალება. ფანჯრები ყინვისგან ზრიალებენ.
მამა მოდის და შენთვის და შენი ძმისთვის ერთი ცალი შოკოლადი მოაქვს. სახაზავით ზომავთ. მილიმეტრებში ყოფთ და ორივე ინაწილებთ. წესით ახალი წელია. მერე ეზოდან კივილი ისმის და ზუსტად 1-15 წუთზე მთელი ქუჩა ბიჭს გლოვობს. ბიჭი პრეზიდენტის დაცვაში მსახურობდა. ოპოზიციასთან შეტაკებისას მოუკლავთ. პატარა, გადმობრუნდი მაინც. გვერდი იცვალე. სულ გულის მხარეს წევხარ და გულზე ბალახი აღარ ამოგივა დაგეთკებნება. გადმობრუნდი რა. იცი რა ვიპოვე შენთვის? იცი რა მოვაჩინე? საოცარი ზღაპრები. აი ვერც კი წარმოიდგენ ისეთი საოცარი და ვერც კი წარმოიდგენ ვისი. შენ იცნობ მას. შენ ყოველდღე ხედავ მას ტელევიზორში და გეშინია. რაღაცის გეშინია. გინდა რომ მიენდო. მთელი შენი ჩიტების ამალით შეუერთდე, მაგრამ გეშინია და ეს შიში ცოფიანი ძაღლივით ზის ოთახის კუთხეში. და თურმე ვერც კი წარმოიდგენ, ეს კაცი რა მშვენიერ ზღაპრებს წერს. შენ წაიკითხავ მათ ალაგ-ალაგ, ზოგს სკოლის კლას გარეშე სახელმძღვანელოში, ზოგს სადმე რომელიმე გაზეთსა თუ ჟურნალში, მაგრამ შენ ვერ მოიგროვებ შენში მათ ისე, რომ ეგ შიში ძლიო. და ამიტომ მენდე. მე ახლა ყველა ფანჯარა მაქვს დაღებული. სულის, ხორცის ყველა სარკმელი და ვიღაც ყვირის ჩემში სიყვარული. იცი რას ნიშნავს სიყვარული? რას და თუნდაც ამას, ამბავს ნაღულიან კლოუნზე. ერთი იმ ზღაპართაგანია, ერთი სულის შებერო ამბავია, მაგრამ მაინც სამყაროს მშვენიერების ხელა. ერთ ქალაქში ხალხს უთნაური ავადმყოფობა შეეყარა. ყველამ ჩემოდანს წამოავლო ხელი და თვით ყველაზე ტანწერტეტა ბალერინაც კი სოლო პარტიას ჩემოდნის გარეშე არ ასრულებდა. აი ამ ხელდამძიმებულ ადამიანებს უცქირა ნაღულიანმა კლოუნმა. უცქირა და მოიფიქრა. წარმოდგენა გამართა. გამოვიდა უშველებელი ჩემოდნით. გაიხარეს მოქალაქეებმა. იფიქრეს ახალი ილეთები ექნება ჩემოდანთან დაკავშირებითო. ეს კი კლოუნი. გამოვიდა შუაგულ სცენაზე. ყველა პროჟექტორი მას აშუქებდა. გახსნა ჩემოდანი და ამოფრინდნენ იქიდან პეპლები. ბევრი ტალღებად, ჩქერებად, ნაკადულებად მოედნენ მთელ დარბაზს. აფარფატნენ და აციმციბდნენ შუქის თაფლიან სხივებზე. შენ ხომ გინახავს ასეთი ადამიანები, დამძიმებულები, ძალით თავდატვირთულები, ძალით სერიოზულები, ვითომ რაღაც მნიშვნელოვანისთვის მიდიმოდიან, ერთმანეთს ცალი ხელით ესალმებიან და მეორეს კი ჩემოდანს არ უშვებენ. ერთხელ შენც ხომ მოინდომე აგეკი და იმაზე მეტი ტვირთი, რისი ტარებაც შეგეძლო და კიდევ კარგი იქვე, საბოლოოდ ბალიშებზევე გადაიკეცი. და სხვანაირადაც ხომ გინახავს, ეს საპალნე აკიდებული ხალხი, ოღონდ ყველაზე იძულებით, ყველაზე განუკითხავად გადაბარგებულები, თოვლიან თას რომ მიუყვებოდნენ, ოდესღაც ზღვის შვილები, ომს გამოქცეულები, გზადაგზა ერთმანეთს რომ მარხავდნენ და ყველა ზედმეტი ჩემოდნისგანი თავისუფლებდნენ ხელს. ნეტა მაშინ, იქ სადმე გაჩენილიყო ნაღულიანი კლოუნი, ამოეშვა იმ თავისი ჩემოდნიდან პეპლების გუნდი და ვინიცის მაშინ ეს კეთილი მეზღაპრები, ამ სანახაობით გულშეჭმული, თვითონ მევედრებოდა თავის კლოუნს, გამოჩნდიო, უშველეო, რადგან ძვირფასო ეს სიყვარულია, ასეთი მწარეც და უხშეცდომიანიც. ძვირფასო, სიყვარულია, თეთრ სულელას ამბავიც და ამბავი ახირებული კაცისა, რომელსაც ძალიან სჯეროდა შუქი რომც არ იყოს მე გავანათებო. მე დავდგები თქვენს ოთახში და ვანათებო. იდგა კიდეც, მთელი ქალაქი ჰქონდა მოვლილი, იდგა და ვარდიც კი ბრწყინავდა მის შუქზე. იცი როგორ ოცნებობენ ამ კეთილ ზღაპრებში, იცი როგორ მხურვალია ამ გმირთა გულები, ისეთი მხურვალე რომ მართლა ანათებენ, მართლა უცხადდებათ სიზმრები. ისინი ყველანი რაღაცას ეწირებიან და ბოლოს კი სიხარულის ცეკვას ცეკვავენ. ისინი სულ ცისკენ იყურებიან, გულის თვალით ზევით აუყვით. ეგ კი არა, დინოზავრი რომ დინოზავრია, ამდენი ცაში ცქერით ბოლოს ჟირაფად იქცა და ის ნარინჯისფერი ლაქებით სხეულზე სხვა არაფერი იყო თუ არა მზის ნაკოცნი. მზეს უხაროდა, როცა დინოზავრი თვალებით მას შესტრბოდა. მზეს ყოველთვის უხარია, როცა არ ივიწყებენ და ასეთ დროს ის აუცილებლად გვიგზავნის სხივს. არ გჯერა? არა, შენთან სინათლე. ჯერათ სოხუმელ კლასელზე ტირი, რომელიც მთელი წელი გულის ჯიბით დედამისის თმის კონას დაატარებდა. ხანდახან უჩუმად ყნოსავდა და ერთ დღეს კი თვითონაც დედასთან გაფრინდა. ჰო, ესაა ის სევდიანი ფრენა, ის სევდიანი ცისფერი, ამ ზღაპრის გმირებაც რომ იწვნის. ჰო, დაუჯერე მათ. ისინი სადმე, საიდანვე უცხო პლანეტიდან კი არ მოსულან, არამედ შენი გარეშემოდან, შენი ქალაქიდან, ქვეყნიდან და საცხოვრისიდან. ისინი მოვიდნენ, რათა შენ დაგენახა ისინი, დაგსიზმრებოდა. ხეივანში მოდის კაცი, მოდის სიზმრის მხედველი, თან ვიღინებდნენ. სიკვდილი დაინახე, არავის გაუფერადებია, პირდაპირ შეეჭირა როგორც ყველაზე მოულოდნელ სტუმარს. იცი,
აქაც კვდებიან ამ ზღაპრებში. ის კი არა, თითქმის ყველა ზღაპრის ბოლოს ვიღაც მიდის, სამუდამოდ სრულდება, მაგრამ აქ ერთი დიდი საიდუმლო ამშვენებს ყოველივეს. აქ თუნდაც ნაღულიანი კლოუნები კი არ კვდებიან, არამედ ერთხელ იელვებენ და ცისფრად ქრებიან ყისვე. შენი ცირა არის გაქრობა. აი, ესა გაქვს სასწაული და დასანახი. აბა სიკვდილი ისე რა, გაუთავებელი გლოვა და წუხი. გაქრობა, ყველაზე ღვთაებრივი რა, ყველაზე დიდი, მკაფიო წამი, რომელიც სამუდამოდ დაადასტურებს შენს აქმყოფობას, შენს მარადისობას. ო ძვირფასო, რამდენი სიზმარი გაქვს სანახავი. და მე კი ახლა ამ ზღაპრებს, ამ მშვენიერ ზღაპრებს გიფრიალებ შენი მოხურული სადაფის კარის წინ და ესენია ახლა ჩემი თეთრი ბაირაღი შენს წინაში აშრალებული და მე ვმადლობ მათ დამწერს და ვმადლობ ყველას, ვინც მიმიყვანა ამ ზღაპრებამდე. მაპოვნინა, შემაკრებინა, რადგან მე შენთან ზავი მინდა დავდო, ზღაპრებით, რომლებიც შენს დროში დაიწერა, შენს გადასარჩენად. და მე, შენი მოგვარ სახელი, შენივე გაზრდილი და ნამგზავრი თავი, ამ ყველა პერსონაჟის სახელით, თეთრ სულელასიც და დინოზავრისაც, ახირებული კაცის რიხით და განწყობით, ნაღულიანი კლოუნის ღვთაებრივი პეპლებით, შენს დახშულ კარსავარ მომდგარი და გთხოვ, მაპატიე, ყველას გვაპატიე. ბავშვობა ერთადერთია, შენ ერთადერთი ხარ, შენ ახლა მხოლოდ სიყვარული შეგიძლია. დიდი მადლობა.